Ათი დღე საპატიმროში არ იყო ნამდვილად მარტივი და არავინ არ შეიქმნას იმის ილუზია, რომ აქ ჩვენ ვისვენებთ და ყველაფერი იდეალურად არის. მაგრამ ეს გზა ჩვენ თვითონ ავირჩიეთ და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვიცით, რასაც მივდივართ, ჩვენ ვიცით რისკები, გათვალისწინებული გვაქვს ყველაფერი და აქთან გამომდინარე ვინაიდან და რადგანაც ვიცოდი, რომ აუცილებლად იქნებოდა პატიმრობა, უკვე ისეთი განცდის მომენტი არ მქონდა და ეს 10 დღეც პრინციპში ძალიან ისე წყნარად ჩაივლიდა, რომ არა რაღაც რიგი გარემოებები, რომელიც იყო თვითონ იზოლატორში. თვითონ ანუ პერსონალი მექცეოდა მე პირადად ძალიან კარგად, მაგრამ ეს იზოლატორი საერთოდ არ არის გათვლილი იმისთვის, რომ ადამიანმა იქ 10 დღე გაატაროს, ანუ კომფორტის ამბავში არანაირი პირობა არ არის და ელემენტარული პირობებიც, ну მოკლედ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. შემდეგ ამ ძირითადად იზოლატორში მოყავდათ ხოლმე იზოლატორში. დიახ. Ну, მოკლედ პირველ რიგში ის არის, რომ იზოლატორი ამ სრული სიტყვის მნიშვნელობით იზოლატორი არის დიღომში, ანუ არა გაქვს არანაირი კავშირი გარე სამყაროსთან, არა გაქვს ანუ მარტო ხარ საკანში, ანუ არ არსებობს, არ არის იმის საშუალება, რომ შენ ვინმე შემოგისახლონან, რაიმე მსგავსი, კონტაქტი და კომუნიკაცია არავისთან არ გაქვს გარდა პერსონალისა და ადვოკატებისა, რომლებიც შემოდიან, არ არის ფსიქოლოგი, არ არის ტელევიზორი, ბანაობა არის 3 დღეში ერთხელ მხოლოდ თვითონ საკანი არის ძალიან პატარა, დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიგანის. რკინის კონსტრუქცია არის, ეგრეთ წოდებული საწოლი, ხო? ორსართულიანი, რომელზეც არის დაგებული არის მატრასი, რომელიც არის რაღაც ხელოვნური ტყავი და შიგნით ალბათ ღრუბელი აქვს. Ну, მოკლედ წოლის და ძილის ამბავში, რა თქმა უნდა, ეს კომფორტიც არ არის. ხო, პერსონალზე უკვე ვთქვი, რომ მე პირადად ყველა კარგად მექცეოდა, მაგრამ იყო რიგი შემთხვევები, რამაც ძალიან ამაფორი აქა და ჩემ ნერვებზე მართლა ბევრად უფრო იმოქმედა. ერთი საღამო იყო, როდესაც შემოიყვანეს მთვრალი ადამიანი, მთვრალი კაცი იყო და იგინებოდა ბილს იტყვაობდა, ესენიც ბადრაგებიც პასუხობდნენ. შემდეგ იყო ამ ადამიანის ცემა, იმის მიუხედავად, რომ თქვეს, რომ ანუ არ გვიცემიაო, მერე იყვნენ ადამიანები, ვინც ეს ამბავი დაადასტურეს. ძალიან განვიცადე მე პირადად, ну იქ ეს იყო ჩემთვის ძალიან სტრესული გარემო. შემდეგ კიდევ ნარკომანები შემოყავდათ ძირითადად, რომლებიც ანუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საკნებში ყმუოდნენ, იმიტომ რომ ლომკები ჰქონდათ და ну ეს ყველაფერი აი ესეთ პირობებში და ყველაზე საინტერესო ყველაზე ირონიული ამ ყველაფერში ის არის, რომ ნარკომანი გამოდიოდა მეორე დღეს და მე ვრჩებოდი, ანუ ნებისმიერი ნარკომანი, რომელიც შედიოდა 24 საათი ჩერდებოდა და მერე უშვებდნენ და მე ეს 10 დღე ესე გავატარე იზოლატორში. კი ბატონო, თქვენ გედავებოდნენ თეა წულუკიანის სახლთან პროტესტს. და თქვენ სასამართლო პროცესზე მე მახსოვს თქვენი ინტერესების დამცველების პოზიცია, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. და ყველაფერი რაც იქ ითქვა, იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მოკლედ და ასე შემდეგ. მაგრამ და სხვათა შორის რაღაც აცდენებთანაც მახსოვს, რომ სასამართლო პროცესზე იყო რაღაც სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან ასე ვთქვათ, არევის ფაქტებიც, მაინც და მაინც ასე ჩამოყალიბებული პოზიცია მომჩივან მხარეს არ ჰქონდა. მაგრამ მაინც რა მოგცა ამ 10 დღემ, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრისთვის ეს იყოს დამთრგუნველი ან შემაშინებელი, რომ შემდგომ მაინც და მაინც მეტად არეაქტიურონ. შენ რა ტიპის мотиваცია გაქვს ახლა? мотиваცია ისევე როგორც მე მინდა ანუ ეს ყველაფერი გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმანამდე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ, ჩვენ ვიცით, ანუ ქვეყნის დაბრუნება, ქვეყნის განთავისუფლება ეს არ არის მარტივი გზა და ეს ვიცით ყველამ და ეხლა არ არის ნამდვილად არც შიშის დრო, ის დისკომფორტიც უნდა ავიტანოთ, რომელ დისკომფორტშიც ვართ. მათე დევიძის ამბავი, რომ გავიგეთ ძალიან მეწყინა და შემდეგ ძალიან გამიხარდა, რომ ელიქიშვილზე ჩატარდა აქცია, მაგრამ
მე მინდა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს ის თუ ქვეყნის განთავისუფლება არის განზრახვა მაგ შემთხვევაში, როდესაც გარეთ გამოდიხარ ქუჩაში პროტესტში, მასშტაბურ პროტესტში და კარს გამოიხურა, უნდა გაიაზრო ის, რომ სახლში არ უნდა დაბრუნდე, მანამ სანამ არ მოიტან დიდ ცვლილებებს, მანამ სანამ არ შეცვლი რამეს, ხო? ანუ ეს 24 საათიანი პროტესტი კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 7-8 აქციებს გავიხსენებ და ვიტყვი იმას, რომ ძალიან ცოტა გვაკლდა და ნამდვილად მოვიტანდით ცვლილებებს. ასე რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გაიაზროს, რომ ეხლა შიშის დრო არ არის, ეხლა იმის დრო არ არის, რომ ჩვენ დავნებდეთ, ან თავი დავხაროთ, უბრალოდ ეხლა უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ ყველა ის რისკი, რომელიც არის, ყველა ის დისკომფორტი და თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ქვეყნის გადარჩენა, მაშინ სრული ამ სიტყვის პასუხისმგებლობით, ანუ უნდა ბოლომდე, აი ბოლომდე ეს ხომ მხოლოდ სიტყვის მასალა და არ არის, ხო, რასაც ჩვენ ვამბობთ, აი ბოლომდე, ნამდვილად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. ანუ გარეთ გამოსული უკვე პროტესტზე ადამიანი შინ აღარ უნდა შებრუნდეს. ნუ მასშტაბურ აქციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მადლობა ალბი კორძაიას. დიახ, თუ გსურთ რაიმეს დამატება თუ იყო. კი ბატონო, ალბი კორძაია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. კი ბატონო, დავაბრუნებთ. ალბი, გსურდა რაღაცის დამატება, მოგცემთ საშუალებას თუ კი ხო, კი ბატონო, ანუ ის რომ იზოლატორში პრინციპში დროის გაყვანის ყველაზე საამური საშუალება არის, რომ წაიკითხო ძალიან ბევრი წიგნი, სხვა საშუალება არ ვიცი ვთქვი თუ არა მანამდე, მაგრამ სხვა აქ დიღმის იზოლატორში ყოველ შემთხვევისთვის ვერაფერს ვერ გააკეთებ, ჭამის და ძილის გარდა, მაგრამ ესეც არის, ესეც განვითარება არის, ფუჭად დრო არ დამიხარჯავს და ეს არ არის რამე ისეთი, რომ მაგალითად გამოვედი და ვთქვი ეს 10 დღე სადღაც ჰაერში წავიდა, არა. ვიკითხე, ყველა შეუძლია ეს გააკეთოს და არ არის ესეთი საშინელებაც არაფერი არ არის. არის რაღაცეები, რასაც დღეს ნამდვილად უნდა შევეგუო და ვიაროთ წინ.